არა, ვიღაც გონია რომ უკან რაღაცა წერი, არაფერი არ წერია. ეს იყო წითელი გული. სინამდვილეში თავისუფალი არჩევანის ილუზიას გიქნი. რატო უნდა გამომიჭირო? აი ხა შენ რომ მსახიობს რო უყურებ, მუღამი გააქრო ტექსტი შეეშალოს? არა, საერთოდ სხვადასხვა არის. ანუ რამდენჯერაც ვცადე ფოკუსის გამოგონება, იმდენჯერ აღმოჩნდა რომ მე თურმე გამოგონებულია ეს ფოკუსი. მამაჩემ მოვიდა და მითხარ, აი ხوارს არ მithქოს, აი ეს ფოკუსი ამიხსენიო და მე არ ავხსენ. ესე რო ავიღოთ და 4-იანს და 3-იანს ვეცადოთ რომ ადგილები გაუცვალოთ რა. ბიჭო, კი მივხვდი. დედაჩიმა კარტი დამიწვა, დამეხია. 10 საუკუნს უკარო იყო დამწვავდნენ, უეჭველი დამწვავდნენ და მაგას არც გავაკეთებდი ალბათ. ოჯახის შესაძლებლობები? არ ვეუბნები. და ესე მათხოვე 4-ხად დაკეცილი ვალეტ აგური, რომელსაც აქ ჩემს ხელში შევაცვლებ, ნახე, ეს. და მართლა 4-ხად დაკეცილი კარტი. და თუ ეს ვიდეოა მეგობრებო 100,000 ლაიქზე, მე აუცილებლად მომიწევენ მეფესავით პოდკასტში. მოგესალმებით, ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია მაგიის მეფე ილუზიონისტი, იუთუბერი, რავი, თუ რამე გამორჩება შენ დაამატე. ლაშა გელაშვილი. მადლობა, გაიხარეთ. გამარჯობა ლაშა, როგორ ხარ პირველ რიგში გითხარი და რამე ხوار გამორჩა? არა, ისეთი არაფერი. მანდ ჩაშლა შეიძლება ხოლმე რა, ილუზიონისტი და არის სხვადასხვა ჟანრები. მე მენტალისტი ვარ. შეგიძლია უბრალოდ დაამატო, თუმცა წარდგენა იდეალური იყო, მე არც არ დავამატებდი. მადლობა თქვენ როგორ ხართ და ასევე მადლობა მოწვევისთვის და ისეთი ლამაზი საჩუქრის დახვედრებისთვის, როგორიც აიკიდია. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ დაგვთანხმდე სტუმრობაზე და სამგიხარია რომ მოგეწონა საჩუქარიც. იდეალურია და მან დავამატებ ერთ რაღაცას, რომ მთელი ბავშვობა სხვებს ხატავდი ხოლმე. ხატვასთან ზოგადად ახლოს ვარ, ბავშვობიდან ხატავ და სულ სხვებს ხატავდი ხოლმე. რამდენჯერმე მქონია მომენტი, აი ნიჭეშო გამოვედი 1-2-მა დამხატა რა. ძალიან კარგი ნახატები იყო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს საუკეთესო ნახატია, რაც კი ოდესმე ჩემი სახით შექმნილა რა, ამიტომ მადლობა. დიდი მადლობა თამუნას, ხო გესმის? სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქოთ ვიდეო, დატოვოთ კომენტარი და გვირდებით რომ ყოველთვის ასეთი საინტერესო სტუმრები გვეყოლება და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გველის დღეს ბევრ თემაზე. სიამოვნებით, მე მზად ვარ. დავიწყოთ? დავიწყოთ. ჯერ მეც მივესალმები, მადლობა რომ მოყვედი და ტრადიციულად ვსვავთ წინა სტუმრის კითხვას. ყავდა იური ტაბადაძე, ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების და კადისის და დაგიტოვა კითხვა, როგორ გინდა ხალხმა დაგიმახსოვროს? როგორ მინდა რომ ხალხმა დამიმახსოვროს? რა მაგარი კითხვაა. სხვათა შორის ხშირად მეფიქრება ხოლმე რა. არ მგონია მარტო მე ვიყო ესეთი ადამიანი. მაგრამ ჩემი პატარა განვლილი გზა რო გავიხსენო რა, ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა განსხვავებული შევქმნა. ასე ვთქვათ, რეგალიაც ეგეთი მაქვს რა, ცოტა ძალიან უცხოხილი არის და ძალიან თავს ესე ვგზნობ, კომფორტულად ვცნობ ამ ყველაფერში და მომწონს ის, რასაც ვაკეთებ პირველ რიგში. ასევე მომწონს ის ემოციები, რასაც მაყურებელი ღებულობს ამ ჩემი შესრულებით და მინდა დავამახსოვრდე ხალხს, რომ იყო ადამიანი, რომელიც რაღაცა განსხვავებულს ქმნიდა რა. სხვათა შორის ესე თანამედროვე ბოლო წლებში ასევე შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი რაღაც პატარა ნაბიჯი უკვე გადავდგი. ჩემს ორ კოლეგასთან ერთად შევქმნით პირველი ილუზიის სამკუთხედი, ერქვა პირველი საილუზიო შოუ საქართველოში, რომელიც რამდენჯერმე ჩავატარეთ თბილისში, მე რეგიონებში ვიყავით, ბათუმში ჩავატარეთ და კი არსებობდა მანამდეც რაღაც ივენთები, ღონისძიებები სავარაუდოდ, სადაც იყო საილუზიო გამოსვლები, მაგრამ ესეც ცალსახად საილუზიო შოუ აქამდე არასდროს არ ყოფილა და ამის რაღაცა დასაბამით შევქმნით და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს და პატარა პაუზა გვაქვს ახლა აღებული, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო ის ყველაფერი, რაც შევთავაზეთ მაყურებელს და მაყურებლიდან იყო ძალიან კარგი ემოციები და დამოკიდებულება ასევე. უნდა მეკითხო, თავარია თუ იყო ის ემოცია იგივენაირი და იმაზე გაცნობდი ვიდრე წარმომედგინა, იმიტომ რომ ყველა შოუ რაც ჩავატარეთ, ყველა შევსებული იყო. ძალიან რეგიონი თბილისშიც და რეგიონი. თბილისშიც და ბათუმში ჩავატარეთ. ბათუმში მქონდა გასვლა, ბათუმში 1000 კაციან დარბაზში მქონდა და გავსებული იყო დარბაზი. ჩვენიერი. დაწყებისთვის, ძალიან მაგარია. საწყის ეტაპისთვის ძალიან კარგი იყო. თან მაშინ მე არ ვიყავ ისე აქტიური YouTube-ზე.
მაშინ გაცილებით ნაკლები გამომწერიც აქტიურობაც, აქტივობებიც მქონდა YouTube-ზე. დაახლოებით ვიყავი ალბათ 60,000 გამომწერზე. და მაშინ რო ჩავატარეთ, აი მაგ ყველაფრიდან მიუხედავად, თან YouTube-ზე პაუზა მქონდა აღებული და მაინც ესეთი გამოხმაურება მოხდა და ახლა ბევრი მწერს, რომ აი როდის გაგრძელდება თუ არა. უბრალოდ მაგას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და რესურსი და ახლა ცოტა YouTube-ზე რადგან მომართული ვარ, ვცდილობ პროცესები ისე დავალაგო, რომ მაგისთვისაც გამოვნახო დრო და მოკლედ ახლო მომავალში აუცილებლად განვაახლებ. მასშტაბებზე სად გინდა რომ გახვიდე, ანუ რა მასშტაბებზე გინდა გასვლა? თუნდაც იგივე საერთაშორისო დონეზე თუ ფიქრობ წასვლას. აი თუნდაც იგივე პენი და ტელერის შოუში თუ აპირებ მისვლას. ხო, აი პენი და ტელერის შოუში, აი პენი და ტელერის შოუზე არ მიფიქრია. მაგრამ ვფიქრობ, არ მიფიქრე რაღაც კონკრეტულ მიზეზის გამო, იმიტომ რომ მან ეს პირობითად რა. მე შემიძლია ავხსნა, რატომაც არ მიფიქრია რა, იმიტომ რომ შეიძლება მე ვიფიქრო, მაგრამ ამ ეტაპზე იმიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ორი ადამიანი არის, აი ჩვენ ხო ბევრი ვილაპარაკეთ მესი რონალდუზე რა და აი თანამედროვე ორი გამორჩეული ფეხბურთელი რო ვთქვათ, ყველა ვარიანტში ვიტყვით მესი რონალდუს. იქ ხო არიან კიდე პელე მარადონა, აქაც არის რა, მაგალითად კოპერფილდი, ჰარი ჰუდინი, რომელიც უფრო პელე მარადონაა, მაგრამ პენი და ტელერი უფრო მესი რონალდუ არიან, რომელიც თანამედროვე დროს ძალიან ყველა ჟანრი აქვს რა, ასე ვთქვათ, ათვისებული და იმდენად ბევრი ფოკუსი იციან, რომ ძალიან რთულია მათი მოტყუება, რაც უშუალო ფორმატია მათი გადაცემის და მე არ ვარ გამომგონებელი, მე ვარ შემსრულებელი ამ სფეროში. როგორც მაგალითად არის, არ ვიცი, სიმღერაში კომპოზიტორი და მომღერალი, აქაც არის რეჟისორი და მსახიობი, აქაც არის გამომგონებელი და შემსრულებელი. სხვათა შორის რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს რიგ შემთხვევებში და უფრო ხშირ შემთხვევებში გამომგონებელი ვერ ასრულებს ფოკუსებს. ანუ მან შეიძლება კონცეფცია შექმნას, მაგრამ ამ შესრულებას გარდა ის რაღაცა ხელის ტექნიკებისა და ასე შემდგომ რაღაც ნიჭიც სჭირდება, რომ კარგად გადმოსცე მიიტანო მაყურებელთან და ასე შემდგომ. რამდენჯერაც ვცადე ფოკუსის გამოგონება, იმდენჯერ აღმოჩნდა, რომ მე თურმე გამოგონებულია ეს ფოკუსი რა. ამიტომ გადავედი მაქსიმალურად შესრულებაზე. და უფრო კომფორტულად აღვრძნობ რა თავს. და თვითონ მაგათაც ისეთი ის ქონდა დაჭერილი თავიანთ შოუებშივე ხსნიდნენ ხოლმე ამ ფოკუსების საიდუმლოს. მაგრამ ისე ხსნიდნენ რომ მე მაინც რაღაცას ეგ ახსნაც ფოკუსი იყო რეალურად. რამდენჯერმე ახსნეს ფოკუსი და მე ახსნილი ფოკუსი გააკეთეს და მაინც ზოგადად არ მიყვარს ეს სიტყვა რომ გატყუებდნენ, არაფერს არ გატყუებენ, მაგრამ ფოკუსი მაინც შეასრულეს. ანუ აგიხსნეს, მაგრამ იქ რაღაცა ხრიქს მაინც გიტოვებენ ისეთ საიდუმლოს, რომელსაც შენ პრესტიჟი არის რა და ბოლოს ნახულობ პრესტიჟს რომ თურმე ამიხსნა, მაგრამ რეალურად ფოკუსი აბსოლუტურად სხვა რაღაცა ყოფილა რა და ამიტომ თუ გიხსნის რაღაცას ჩათვალე რომ ეგ აწყობს. თუმცა ხა აი პირდაპირ მნიშვნელობით ფოკუსის ახსნაც კი ჰქონიათ, მაგრამ ცოტა სხვა დატვირთვით. ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ იქ რომ გადიხარ, მათი შენი მიზანი არის რომ full A-ს ხო და მოატყუო ისეთი. ძალიან რთულია რომ ისეთი ფოკუსით გააოცო და მოატყუო, რომელიც უკვე არსებობს, იმიტომ რომ ერთია რომ მე რაღაც ფოკუსებს ვასრულებ, მეორეა რომ არ ვასრულებ, მაგრამ ვიცი ეს ფოკუსი როგორ კეთდება. ეხლა წარმოიდგინე ისინი რამდენ ფოკუსს აკეთებენ და რამდენს ვერ აკეთებენ, მაგრამ იციან როგორც კეთდება და ამიტომ ძირითადად მან ვინც ასე ვთქვათ გადის და ახერხებს მათ გაოცებას, ანუ მოტყუებას, არიან ტიპები, რომლებიც რაღაცა ახალ უნიკალურ ფოკუსებს სთავაზობენ. მე ჯერ ეს მიმართულება არ მაქვს. თუმცა არის აი უფრო რაღაცა კომერციული თვალსაზრისით გადიან ადამიანები, რომლებიც იციან რომ ვერ შეძლებენ გაოცებას, მაგრამ მათი სტატუსისთვის, მათი პრესტიჟისთვის, მათი იმიჯისთვის კარგია მანდ გამოჩენა. აი მაგ მიმართულებით ვიფიქრებდი. მაგრამ მე კი არ ვამბობ რომ ვერ შევძლებთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ აი. მაგრამ აი ესე საზღვარგარეთ რომელიღაც პროექტში რომ მივიღო მონაწილეობა ეს უფრო პრიორიტეტში მაქვს და მინდა რომ რომელიღაც პროექტში გავიდე და მივიღო მონაწილეობა. ეს უფრო მგონია რომ ჩემ შემთხვევაში ამ ეტაპზე უფრო რეალურიც იქნება და უფრო მეტის მომტანიც იქნება. მანდიდან შეიძლება მე პენენთელერში საგზური თვითონ მოიპოვა რა. ისე უხმოდ არ გიფიქრია ჩატარება ფოკუსების? უხმოდ? ან თუ ჩაგიტარებია? უხმო ფოკუსები არ ვიცი. მუსიკის ფონზე ამბობ თუ საერთოდ ხა ის ხო უხმოდ იმაშვება ყველაფერს რა. გასაგებ. აი უხმოდ ის აკეთებს, მაგრამ მეორეა რომელიც ლაპარაკობს. მანდ როლები აქვს რა მორგებული, რომ ერთი არ ლაპარაკობს და მეორე ახმოვანებს რა. შესაბამისად მეც უნდა მყავდეს მაშინ რაღაც ადამიანი. თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია საერთოდ ხმა არა მოიღო და ისე ფოკუსი შეასრულო, მაგრამ
ჩემი ნომრების და იმ ჟანრის სადაც მე მოღვაწეობ, მთელი ასე ვთქვათ, ხიბლი არის ინტერაქცია მაყურებელთან და მუსიკის ფონზეც გამიკეთებია რაღაც ნომრები, მაგრამ აქ ყველაზე მეტად კომფორტულად გრძნობ თავს, რომ ინტერაქციული ნომრები გაქვს. თან ეს ნომრები გაძლევს ასევე საშუალებას, რომ მაყურებელიც ჩართო და იმან მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება რა. მიკრომაგიური ნომრები მაგალითად რა და მენტალისტური ნომრები ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ მაყურებელი არ არის მხოლოდ მაყურებელი, ხდება უშუალოდ ნომრის მონაწილე. მაგალითად ის იღებს გადაწყვეტილებას, რაღაც კითხვას უსვამ, რაღაც დაასახელნების მე კარტი პირობითად და ის რაღაც 7-იან ჯვარს გეუბნება და მაგიდაზე ერთი კარტი კიდევს, რომელიც ზუსტად 7-იან ჯვარი სიტყვაზე ვამბობ. მაგრამ ამ ნომრებს პატარა პრობლემა აქვს ყოველთვის. სხვა მაყურებელს და არა იმას, ვისაც შენ ანახებ ფოკუსს, უჩნდება იმის კითხვა, რომ დადგმულია. ანუ მისთვის, რადგან მასთან შეხება არ გაქვს და სხვა საჩვენებ, ყოველთვის ჩნდება კითხვა, რომ შანსი არ არის, ეს ვერ გაკეთდება, თუ შეთანხმებული არ არის. თავისიანია რაღაცა. და სიმართლე გითხრა, მსგავსი შემთხვევები არსებობს რა. ნუ არიან ახლა ისეთი ადამიანებიც ცოტა სხვა კალიბრის ხალხი, რომელიც შეიძლება ვიღაცა შეუთანხმდეს და ასე შემდგომ რა. და ალბათ ესეც აძლევს მე მაყურებელ საშუალებას, რომ იფიქროს, რომ აი ესეც შეთანხმებულია. მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რაღაცები, ეხლა მე არ გულისხმობ ისეთ სახელებს, ეხლა ფენ და თელერზე და ასე შემდგომ, ასეთი ხალხის ილუზიონისტები მაგას არც გააკეთებ. მაგას თუ ვაკეთებ, რომ აი მოდი ეხლა მე და შენ შევთანხმდით რაღაცას გეტყვი და იქ კამერაში მაყურებელი გავაოცოთ. მაშინ აი რა აზრი აქვს ჩემს ილუზიონისტობას? ნებისმიერი გააკეთებს ამას, ხო? ანუ მე მაშინ ჩემივე პროფესიაზე საკუთარ თავთან უარს ვამბობ, რომ მე არ შემიძლია ესე იგი რეალურად ამის გაკეთება. ნებისმიერი გამოვა, გეტყვის, მოდი შევთანხმდით, გავაოცოთ და ნახავს. აი გავაკეთეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ რამდენჯერ უნდა დავდგა, რამდენ ადამიანთან უნდა დავდგა, ხო? მე 16 წელი ამ სფეროში ვარ და თავიდან ძალიან ხშირად იყო აი ნიჭიერს რომ გამოვჩდი, რომ დადგმულია, ჟიურთან შეთანხმებულია, იმასთან შეთანხმებულია, მაგრამ ამ 16 წლის განმავლობაში ყველასთან შეთანხმებას ხო არ დამაბრალებ და მე რაღაც დროთა განმავლობაში ეს კომენტარები მცირდებოდა. დღეს თითქმის არ იწერება ხოლმე, მაგრამ ნუ არის ეს ხა ალბათ ისეთი ხალხი, რომელიც პირველად ნახულობს ხა ჩემს ფოკუსს და შეიძლება იმან დაწეროს, რომ შანსი არ არის. რომ ის რა ვქვია. სხვათა შორის ერთ პატარა იმას გავაშხერებ რა. რამდენიმე დღის უკან დამებადა ასეთი იდეა, რომ გადავიღო ვიდეო, აი ამ 16 წლის განმავლობაში, ვის კომენტარები ყველა ამოვიწერო. ყველა არა, მაგრამ იმ ყველაზე მძაფრი კომენტარები, აი მახსოვს ერთი კომენტარი ნიჭიერში რომ გამოვედით, დაწერა რომ ამ ფოკუსო ჭოვლას გავუკეთე რაღაც ფოკუსი, მე თუ გამიკეთებსო, მანქანის გასაღებსო დავდექო რა სასწორზე. და იქ დაუკომენტარა იმ ადამიანს, რომ სიამოვნებით მეთქი რა, მაგრამ აღარ გქონია მე კომუნიკაციას გაგრძელება არ ხო და მინდა რომ ესეთი რამდენიმე კომენტარი ამოიწერო, მივიდე ამ ადამიანთან და ის ფოკუსები ვანახო. რა ფოკუსიც აქვს დაკომენტარებული, რომ ამას მე ვერ გამიკეთებს. და ამაზე ერთი კაი ვიდეო შეიფუთება და ნახოთ რა შეიძლება ეს ვიდეოს მე შევთავაზო მაყურებელს. რთული იქნება ეხლა მაგალითად. რთული იქნება, მაგრამ მანდაც გამოჩნდებიან ესეთი ადამიანები, რომ ის 15 წლის უკან თავისიანს დააწერინა. და 15 წლის მერე აი ეს ვიდეო მაგიტო გადაიღო. 15 წლისიანელმა მანქანას არ გინდა. თავიღაც შემოიყვანა. არა, რაღაცას მიზავრა. საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ზოგადად სკეპტიკურად განწყობილი მაყურებლის რეაქცია კიდევ უფრო საინტერესო სანახავია ხოლმე. აი, რო არ გჯერა. აქაც არის დამოკიდებულებები, რაც ძალიან შენთვის არის კარგი, რომ მე შენ ფოკუსი იმიტომ განახებ, რომ რაღაცას კი არ გატყუებ და შენზე მაგარი ვარ. ზოგი ეგრე იღებს ხოლმე და ცუდი არის ეგ დამოკიდებულება მაყურებლის მხრიდან. რა ხშირად მიგზნია, რომ აი ხა რაღაც უნდა მომატყუოს და მე დებილი უნდა გამოვჩდე და ანუ სინამდვილეში მსგავსი მიდგომა არ არის რა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაღაც განსხვავებული განახო და შენ გაგაოცო. ანუ მიზანი ეგ არის, რომ შენ ემოცია მოგანიჭო. აი როგორც ფეხბურთელი გოლს იტანს და ამით იღებს სიამოვნებას, მაგრამ გარბის მაყურებელთან ამ ემოციის გამოსახატავად და ერთად გასაზიარებლად და ის ამდენი ადამიანის რო უხარია, ზუსტად იგივეა რა. ჩემი მიზანია რომ შენ გაგაოცო და შენი გაოცებით მე ვისიამოვნო რა. და არა მე შენ მოგატყო და შენზე მაგარი გამოვჩნდე და ასე შემდგომ და შენ თუ ასე შეხედავ, გაცილებით მეც სიამოვნებას მიიღებ ფოკუსისგან. თორე რავი ხა ჯადოქრები არ ვართ. რაღაცა განსაკუთრებული ძალები არ მაქვს რა. 2011 თუ 12 წელი იყო ზუსტად აღარ მახსოვს, რაღაც პერიოდის განმავლობაში მუშაობდი მაგ პერიოდში რუსთავიორში რა.
და კომედი შოუს ჩაწერაზე იყო მოწვეული გია ფარადაშვილი. და აკეთებდა შამპანურის ბოთლებით იმებს რა, ჩანთიდან იღებდა, დებდა. ეგ შეიძლება ნანახიც კონდეს კურიოზების ჩასვეს მერე. მის გატოკდა მაგიდა და პლასმასის გადმოგვიდა. რაღაც მახსოვს ეგ კადრი. მახსოვს. ეგრე დაიწყო უცბად ბატონი გიას ფოკუსი. ხო, აი სხვათა შორის ეს სფერო რა ურმაგად მტკივნეული, იმიტომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ აქ თუ რაღაც გეშლება ძალიან ხშირ, აი აბსოლუტურ ხშირად ხდება აბსოლუტურ შემთხვევაში 99%-ში. თუ რაღაც გეშლება, გეშლება ნომერი რა. მომღერალს ნოტი ჩაუვარდა და შეიძლება უბრალო მაყურებელმა ვერც კი მიხვდა ამ ყველაფერს და არ ვიცი ქორეოგრაფს ილეთი შეეშალა და ისე გამოასწორა მსახიობს არ ვიცი თეატრის სცენაზე ტექსტი დაავიწყდა მაგრამ იმპროვიზირებულად რაღაც გადააკეთა აქ თუ რაღაც გეშლება ნომერი იშლება მით უმეტეს როცა ისეთ ნომერს ასრულებ როცა სხვაც ჩართული არის ანუ შენ ფოკუსის წარმატების ალბათობა დამოკიდებული არის ის კიდევ რას გააკეთებს და როგორ შენ ხო არ ხარ იმაზე ასე ვთქვათ მომართული რომ ეს ფოკუსი უნდა გამოვიდეს ზოგი პირიქით ისე აკეთებს რომ გაგირთულოს ხელი შეგიშალოს და ასე შემდგომ და მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო სარისკოა ხოლმე რა მაგრამ არის აქაც ის რაღაც გზები არის რომლითაც ვერ გეტყვი რომ 100%-ით შეგიძლია რომ გამოძრე მაგრამ აი მქონია მომენტი რომ რაღაც მეც შემშლია ხო რობოტი არ ვარ ადამიანი ვარ რაღაც შეიძლება შემეშალოს და ჩვენი უპირატესობა ის არის რომ როცა მე ფოკუს ვიწყებ შენ არასდროს არ იცის ფოკუს როგორ უნდა დასრულდეს და გაგიგრძელებ არასდროს არ გეუბნები რომ აი ახლა ბასკი ამას რო გავაკეთებ ეს კარტი იქ გაჩნდება ამას არასდროს არ გეუბნები და თუ გეუბნები ესე იგი ესეც ფოკუსის ნაწილია და სინამდვილეში ესე არ ხდება და თუ მე რაღაც მეშლება ან ხედავ რომ ისეთ გადაწყვეტილებას იღებ რომ რაღაც წარუმატებლობასთან უფრო მიდის მე შემიძლია ან პირდაპირ რაღაც შემეშალა არ გეტყვი აუ რაღაც შემეშალა და თავიდან რო დავიწყო ამას თუ გეტყვის აზრი არ აქვს ან შეიძლება გააგრძელო და სხვა ფოკუსზე გადახვიდე აბსოლუტურად შეიძლება იმდენად სხვა რაღაცა შემოგთავაზო და სხვა რაღაცაზე გადმოვიტანო რომ აი მაგალითს გეტყვი რეალურ მაგალითს რა მე მქონდა ერთ-ერთ ნიჭერში ერთ-ერთ გამოსვლას დრო უნდა გამომეცნო რაღაც წამზომის წუთი და საათი და წუთები და გავამეცნო. და მან იყო ეგეთი მომენტი, რომ რაღაც დროს გეუნები საათს აურევ დავდებ. და გეუნები რომ მითხარი რაღაც საათი და ნებისმიერი წუთი და უნდა დაემთხოს რა. მაგრამ მე შენ არ გეუნები რომ ეხლა ამ საათს რომ დავდებ, შენ ზუსტად ამ საათს და წუთს დაასახელებ. მაგრამ მოლოდინს რა თქმა უნდა ამას ვქნი. აი გეუნები რომ საათს აურევ, თუნდაც შენ აურე რაღაც დავდე. და დაასახელ ნებისმიერი საათი და წუთი. და ასახელებ, ხო? და პირობითად თქვი არ 3 საათი გადმოატრიალე და 7:12 წუთი და გეუნები არ და 3 საათი რო ყოფილიყო ძალიან მაგარი ფოკუსი იქნებოდა ხო და შეგეცინება ხო ანუ და აი ეს მოლოდინი რომელიც შეიძლება ყოფილიყო რომ აუ შემეშალა გადადის იუმორში რა და მე მანდიდან გადავყავს რომ და ბევრი მიმართულება შეიძლება მივცე ნუ რა თქმა უნდა ეს ახლა სიგიჟე ამას როგორ გამოვიცნობ მაგრამ და გრძელდება სხვა რაღაცა ან შეიძლება გითხრა რომ ეს რამდენად წარმოუდგენელია ხო მაგრამ მე რომ ეს ფოკუსი გავაკეთე შეიძლება თავიდან დავიწყო იგივე ფოკუსი მაგრამ დემონსტრაცია განახო უბრალოდ იუმორით შეფუთული რა ამიტომ კი არ არის ხა ეს იდეალური ვარიანტი სხვათა შორის გენერალურ რეპეტიციაში შემეშალა ანუ ნიჭერში გავდივართ გენერალურ რეპეტიციებს რა ოღონდ არა ჟიურისთან რა თქმა უნდა აი პროდიუსერები არიან პროდიუსერთან უნდა გაიტანო და რამდენჯერმე გადიხარ და ფინალი იყო ერთხელ გავიარეთ წინა დღეს და შევასრულე რომ დაემთხვა საათი და მეორედ იყარი ჩაწერის 1 საათია რა ქვია დასაწყება შოუს დასაწყებად რა და გენერალურ რეპეტიციას გავდივართ და იქ არ გამომივიდა რა ხონდა რომ გადმოვატრია და არ გამომივიდა მე ვუთხარი რაღაცა გადავიტანე სხვა რაღაცა გავაკეთე და რომ მორჩა ნომერი ერთ თავარი პროდიუსერი მეუბნება რომ ლაშო ეს შენ გუშინ სხვანაირად გვანახეო რა და ესო გამოგივიდაო და ეხაო რატო არ გამოვიდოთ ხა მანდ რო უთხრა ვიცი რა ან გამოვა ან არ გამოვა მაგ ნომერს საერთოდ ამოიღებენ რა სამწუხაროდ გიწევს მან რაღაცების დადასტურება შეთანხმება და უთხარი რომ იცი რა ორივე სახით სრულდება მეთქი ესეც და ესეც ეს ცოტა უფრო იუმორ ნარევია რომელსაც გვინდა იმას გავაკეთეთ არა ის ჯობიაო რა და კაი მაშინ ის გავაკეთეთ ხო და მე გავედი რა და სცენაზე აი ძალიან ნერვიულობდი ხა ეს გამოვა არ გამოვა და ნუ გამოვიდა რა ეს ფოკუსი და საბოლოო ჯამში მოგიტანა გამარჯვება ხო ნუ ესე გამოვიდა რა მიყვეთ მაშინ ამ ნიჭერის გამარჯვებამ როგორ შეცვალა შენი ცხოვრება აი წეგან რო ვახსენე ნიჭიერამდე მქონდა რა ეს ორჯერ
გავჩერდი. მაგრამ ალბათ რაღაცა ცხოვრების ეტაპებიდან გამომდინარე ერთხელ აბიტურიენტი ვიყავი და მაგისტრის დრო ფიზიკურად არ მქონდა. მეორე ეტაპი იყო რომ აი უნივერსიტეტში რო ვსწავლობდი და სამსახური რო დავიწყე და მაგ დროსაც ძალიან გადართული ვიყავი. და მე განვაახლე, იმიტომ რომ აი ზუსტად უნივერსიტეტის მომენტი იყო რომ ეს ახალ ადამიანთან ფოკუსებს რო ვაკეთებდი, ის გამიღვივა რა ისევ და აი ნიჭიერში რაც გავედი, სულ სხვანაირად დავინახე. მაშინ იყო ჰობი. უბრალოდ რაღაც გასართობი ჰობი იყო, რომ აი ამ ფოკუსებს ვაკეთებ, ვიღაცას მოსწონს, რაღაც ძალიან კარგი საკომუნიკაციოა ზოგადად რა, ფოკუსები ახალი უცხო გარემოში. ძალიან თავისუფლად შეგიძლია რომ შეხვიდე კომუნიკაციაში რა. და ნიჭერის მე მივხვდი რომ ეს უბრალოდ ჰობი არ არის, ამით შესაძლებელია რომ უფრო ფართო აუდიტორიაზეც გახვიდე, ვიდრე რაღაცა ვიწრო სამეგობრო წრესაც რო გაცდე. და როგორც პროფესიას ასე შევხედე, გაჩნდა პოტენციალი რომ შემოსავალი შეიძლება აქედან გქონდეს ასე შემდგომ და მაგის მერე მთლიანად გადმოვერთე ამაზე. თან ძალიან სიამოვნებს ეს ყველაფერი და ახლა მთელი ასე ვთქვათ პროცესი დაკავშირებული მაქვს. აი ხა ჩემი YouTube არხიც საიდანაც დაიწყო. იყო ეს პროფესია ატომას დავიწყე YouTuber-ობა და ასე თუ ისე კონტენტიც მორგებული მაქვს და მაინც შენარჩუნებული მაქვს საილუზიო მიმართულება რა ჩემს არხზე. და ალბათ მაგას ვიტყოდი რომ ნიჭიერში გამოსვლამ და გამარჯვებამ ორჯერ გამოვედი მე 16-ში და 2020 წელს 16-ში ფინალში ვიყავი, მაგრამ აი მანდედანვე მივხვდი უკვე რომ ეს გზა აუცილებლად უნდა გავაგრძელო და 2020-ში რო გავიმარჯვე, ხო ის საერთოდ რაღაცა გვირგვინის დადგმა იყო რა და დღესაც ამ გზაზე ვარ, ძალიან მომწონს და აუცილებლად ვაგრძელებ ამ გზას. საერთოდ საიდან დაიწყე გზა ილუზიონისტი? გზა ილუზიონისტობამდე ცოტა გვიან დავიწყე 15-16 წლის ასაკში და გვიანი არის რეალურად. მანამდე ვაკეთებდი რაღაც ფოკუსებს, მაგრამ ესეთ იცე ჩამოსათვალს. ალბათ არასდროს არ შემიხედავს რაღაც კონკრეტული იმისთვის. აი YouTube-ით. დღეს ხო YouTube-ზე ვარ და YouTube-ზე ძალიან დიდი ბაზა არის ფოკუსების. დღეს კიდევ უფრო მეტია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს, ისწავლოს, აითვისოს. სურვილზე არის და მონდომებაზეა, რა თქმა უნდა რა. და ესე რაღაც რამდენიმე ფოკუსი ვისწავლე, მე შევასრულე. ძალიან შთამბეჭდავი იყო ის ემოციები, რასაც ვიღებდი მაყურებლისგან და სამეგობრო წრეში მე იმათ სამეგობრო წრეში მე სადმე თუ მივდიოდი, სადაც ვიცოდი რომ ცოტა თავყრილობა იყო, მინიმუმ ერთ დასტას ჩავაგდებდი ხოლმე და ესე რაღაცა მივხვდი რომ საინტერესო განსხვავებულ რაღაცას ვაკეთებ. მე იყო ნიჭიერი და ნიჭიერის მე უკვე როგორც პროფესიას ესე შევხედე. ნიჭი თუ შრომა ამ სფეროში რომელი არის მნიშვნელოვანი? ხშირად მსმენია ხოლმე რომ ვთქვამთ რომ აი ამ ნიჭი გჭირდება, ხო? რა თქმა უნდა გჭირდება ნიჭი, მაგრამ ნიჭიერი მეორე ფაზა რა. პირველი ფაზა რომ მაგალითად ფოკუსი კარგად რო აითვისო და ტექნიკურად რო შეასრულო, ამას შრომა სჭირდება. რომ სანამ შენ მაყურებელთან გაიტან ფოკუსს, გიწევს საკმაოდ დიდი პროცესის გავლა, რომ ეს ფოკუსი უნდა კარგად ისწავლო. აი განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე სარკესთან ვიდექი ხოლმე რაღაც ფოკუსს რო სწავლობდი. რამდენჯერმე ხა ფოკუსს რო ვასრულებდი, ხა ჩემთვის ვისწავლე, გავაკეთე და უცბად ვიღაც მეუბნება რომ ის რაღაც დაგინახე. და მე მივხვდი რომ მე შეიძლება მგონია რომ მაგრა ვაკეთებ, მაგრამ არის აქ რაღაც რაკურსები, რომელიც უნდა აკონტროლო რა. ხა ვიღაც ყველა ფოკუსი არა, მაგრამ არის რაღაც ფოკუსები, რომელიც მაგალითად აი უკნიდან არ უნდა შემოხედონ რა. ან გვერდიდან, ან რაღაც კონკრეტული ერთი მხრიდან და ან ქვემოდან არ უნდა შემოხედონ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ხვდები, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს რაკურსები უნდა ვაკონტროლო. ამიტომ სარკესთან ვდგებოდი ხოლმე და ყველა ფოკუსს ვამოწმებდი სად რა ჩანს, სად რა არ უნდა გამოჩნდეს რომელ მომენტში. და ძალიან დიდ პროცესს გადიხარ, რომ აი როგორ უნდა შეასრულო. მე არის უკვე შესრულების მომენტი, ანუ რამდენად საინტერესოდ უნდა მიიტანო შენ მაყურებელთან, რომ დააინტერესო რა. თორე შეიძლება აი სულ ამას ვამბობ, რომ ორი ილუზიონისტი ასრულებს ერთ და იგივე ნომერს და ერთმა არ ვიცი, გითხრას რომ ვა, კარგი ფოკუსი იყოს. მეორეზე დაინგრეს დარბაზზე, აი გაგიჟდეს, გამოშტერდეს და წავიდეს და მოუყვეს და ხშირად ქონია ხოლმე რომ რაღაც ვაკეთებ, მიდიან და სულ სხვა რაღაცას უყვებიან. ალბათ აი გაათმაგებულ რაღაცას უყვებიან რა, აი შეიძლება თქვა გაქრა და სხვაგან გაჩნდა. ეს ხა უხეშ მაგალითს ვამბობ. და ეს იმიტომ რომ იმდენად მაგარი ემოცია აქვს იმას რა, რომ ესე იგი სწორად მოვახერხე რომ მივიტანე ის ფოკუსი რა და მანდ არის ნიჭის ხარჯი. იმიტომ რომ ჩვეულებრივ კი სამსახიობო ნიჭი გჭირდება. როგორც არ ვიცი, მსახიობი გამოდის სპექტაკლზე და თამაშობს, შენ აქაც თამაშობ. ლაივში მე შენ რაღაც სანახაობას გთავაზობ რა.
და შესაბამისად აქ სამსახიობო ნიჭი ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია როგორ გაქვს აუდიტორიასთან, იმიტომ რომ აუდიტორიის მართვა, კონტროლი რაღაც მომენტში რომ იქ არ უნდა შეხედო, სადაც უნდა წესით არ უნდა შეხედო. ეს ყველაფერი ხო ბევრი დეტალი არის, სადაც უნდა ითვალისწინო, მაგრამ მე ამას ეს მოდის გამოცდილებასთან რა. ყველას გონია რომ აი შენ ფოკუსი არ შეგშლია, ხო, როგორ არ შემშლია, დასაწყისში რავი მქონია, ბევრჯერ მქონია ეგ მომენტი. მაგრამ ძალიან ბევრი დიდი შრომის შემდეგ რაღაც კონკრეტულ ფაზამდე მიდიხარ, მაგრამ სულ უნდა განვითარდე. აი ხა დღესო მაგარი ვარ მე და ნებისმიერ ფოკუსს გავაკეთებ, ასე არ არის. მეც დღეს ვწავლობ ყოველ დღე რაღაც ახალ ფოკუსებს. აფსფეროში რო არ იყოს, ად იქნებოდი ისე. გაქვს რამე პროფესია? კი, მაქვს. ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მარკეტინგის მიმართულებით, სხვათა შორის 5 წელი ვიმუშაوي ამ სფეროში და ძალიან მეხმარება. არა მარტო საილუზიო სფეროში, ანუ YouTube-ზეც და ზოგადად ამ მგონია, რომ რაღაც ძალიან ისეთი ისენი მაქვს რა, ორი მიმართულება, რომ ერთმანეთთან თანაკვეთაში კარგად მოდიან და ამ სფეროში რო არ ვიყო, ანუ ილუზიონისტი რო არ ვიყო, მე მგონია რომ მაინც YouTuber-ი ვიქნებოდი. იმდენად მომწონს ეს ამბავი. YouTuber-ი რო არ ვიყო, ალბათ მარკეტინგში ვიქნებოდი. ანუ ეხა full time-ზე YouTube-ზე ხარ უკვე და დიდი ხანია. 2 წელიწადზე მეტია. 2 წელიწადზე მეტი, 2 წელიწად ნახევარია დაახლოებით, რაც აი სამსახურიდან წამოვედი და full time YouTube-ზე ვარ და იმიტომ რომ ძალიან რთულია რა, აი თან ეს მანამდე ვაკეთებდი, მაგრამ ნახევრად გაკეთებული საქმე გამომდიოდა. და COVID-ის პერიოდში მივხვდი, რომ უფრო დრო გამოგვიჩნდა და ვიდეოებს რო ტვირთავდი და მეტად რო გავაქტიურდი, მე ეს ყველაფერი ნახვებზე და შედეგებზეც რო აისახა, მივხვდი, რომ თუ ამას ვაკეთებ, ისე აღარ უნდა გავაგრძელო, როგორც აქამდე ვაკეთებდი. და სამსახურიდან რო წამოვედი, სხვათა შორის ჯერ პირდაპირ YouTube-ზე არ გადმოსულ ვარ, დავიწყეთ საილუზიო შოუ და რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით 1.5 წლის განმავლობაში მაგ შოუს ვაკეთებდით და მე მაგ შოუდან ისევ YouTube-ზე დავბრუნდი. და ეხა YouTube-ზე ვარ სულ. სად არის მართლა ზღვარი აი ილუზიასა და თვითმოტყუებას თუ რაც ქვია? თვითმოტყუებაში რას გულისხმობ? ის ხო მაინც არის, რომ აი შენ რო იწყე, აი რას თქვა გოგوام, რომ ვიცი რომ ცხრიან ჯვარს მაინც ბოლოში ამოიღებ. და ეგ პროფესიონალი რო ხარ მაგიტო თო. ხო, ბასკეტ რომი მიტარებდეს ახლა მაგ ფოკუსს. დარწმუნებული ვარ ვერ ამოიგოს მაგ. ცხრიან ჯვარს. ტრიან ბანკოდან შეიძლება ვერ ამოიღოს ჯვარი. ბოლოს კი არა. ანუ ხო მაინც მად მიდიხარ, რომ კი ემოცია, შენც ანუ მეც რომ მიკეთებ მიხარია, მაგრამ იცი რომ სადაც მოტყუდი. ან ხელის მოძრაობაში, რაღაცაში. აი მაინც სად არის ზღვარი. ხო, აი კიდევ ერთხელ ვამბობ რა, არ უნდა შეხედო, რომ მოუტყუდი არ არის. ხო. ეს თუ ამ დამოკიდებულებას შეცვლი, აი მაგალითად რა, ფილმების ყურება ხო გიყვარს? აი რომელი ჟანრი გიყვარს ყველაზე მეტად? ნუ დეტექტივი უფრო. დეტექტივი, ხო? რა ამ ფილმს რო კარგი ნამდვილი დეტექტივი ნახი გაქვს? სერიალი რო არის True Detective. True Detective. კი. ჩემი ერთ-ერთი პირველი სეზონი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ისეთ საყვარელი სერიალია და მახსოვს მან რამაგარი ემოციები მქონდა რა. აბსოლუტურად მსახიობების შესრულებით დაწყებული, კულმინაციით დამთავრებული, ვისაც არ გაქვთ ნახი, პირველი სეზონი ოღონდ, მეორე მესამე არ მინახია, მაგრამ ნაკლებად ხო. პირველ სეზონს უყურეთ, ნამდვილი დეტექტივი, მეთიუ მაკკონაჰი თამაშობს და უდი ჰარელსონი. და მან დავაფასე, ბევრი უმაგრესი ფილმი აქვს, მაგრამ მეთიუ მაკკონაჰი მან დავაფასე, მარტო აი სიგარეტს როგორც ეწევა და ქილას რო ხსნის და ლუცს რო სვავს, აი სულ რო არ ეწეოდა, არ სვავდა მოგანდომებს რა და ოღონდ ეს არ არის ღირებული რაც. რა აბსოლუტურად სხვა რაღაცა, ამის გამო არ უნდა უყუროთ. ხო და აი ამ დეტექტივს რო უყურებ რა, ხო იღებ ემოციებს. კი. და ამით სიამოვნებს. მაგრამ შენ იცი რომ ამ სერიალის თუ ფილმის თუ რაღაცის უკან 7000 დუბლია. შენ იცი რომ სინამდვილე არ არის. ესენი გატყუებენ? მაშინ? ხო, არა. არ გატყუებენ ხო? მაგრამ ეხა მე რომ მაგალითად საშინელებათა ფილმს ვუყურებ სიტყვაზე, რომელიც ვიცი რომ აბსურდია, მაგრამ მეშინია და ემოციას ვიღებ, ხო? ვუყურებთ კომედიას და ვიცინით. მაგრამ ისიც გაწერილი სკრიპტი არის და 100 ჯერ გადაღებული კადრი არის. ამასაც თუ შენ ესე შეხედავ, მაშინ ისინიც გვატყუებენ.
რა თქმა უნდა, მსახიობი გამოდის და მატყუებს რა. მე ხო ამას ესე არ უყურებ. მე ამას იმიტომ უყურებ, რომ მე მსიამოვნებს და ამით ვიღებ რაც სასიამოვნო პროცესია, სხვადასხვა ემოციას ვიღებ. საილუზიო სპორტს არის ეგ. როგორც შენ იმაზე იცინი, ამაზე გეშინია, იმაზე დაძაბული ხარ, სიტყვაზე ვამბობ, რაღაც დრამაზე ტირი, აქ შენ ეს არის ჩათვალე ახალი მიმართულება, სადაც შენ თუ გინდა რომ გაიცინო და დაიძაბო და რაღაც კი არა, გაოცდე, მაშინ შეგიძლია ამას უყურო რა. ოღონდ ლაივში უყურე. თუ გინდა ვიდეოს უყურე, არ არის პრობლემა, მაგრამ შეგიძლია ლაივში უყურო. თუმცა ამ ჟანრშიც არის ისეთი ნომრები თან არაერთი და ძალიან ბევრი, სადაც როგორც შეიძლება გაოცდე, შეიძლება შეგეშინდეს კიდევ, შეიძლება გაგეცინოს კიდევაც, შეიძლება დაიძაბო კიდევაც. ამიტომ ესეც გაძლევს ერთ-ერთი ახალი ჟანრია ჩათვალე, ახალი არ არის, მაგრამ ჩვენს რეალობაზე შედარებით უბრალოდ უცხოხილია რა. რომელიც ამ ემოციების მიქსის საშუალებას გაძლევს რა. ასე უნდა შეხედო და არა ის რომ მე შენ მატყუებ. არ გატყუებ რა. ეხლა ჩვენ რო აქ არ ვიცი, ძალიან მაგარი კომიკოსი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება რაღაც ისე ითამაშოს რეალურად რა, რომ გაგვაცინოს რა. მაგრამ ხო არ მატყუებს ეს ადამიანი რა. შეიძლება იმან ისეთი кейსი გაიმეოროს ხო რაღაც ისეთი ისტორია მოყვეს რომელიც 100ჯერ აქვს მოყოლილი მაგრამ იცის რომ ამართლებს მოგვიყვა და გაგვეცინა აი ხშირ შემთხვევაში გაგვიგია კიდევაც და გვსმენია კიდევაც რომ თუნდაც ეს კომიკოსები რეალურად ეგეთი ტიპები არ არიან რა ზოგი იმას ამბობს რომ ყველაზე მაგარი კომიკოსი ყველაზე მეტად გულჩათხრობილი ადამიანი მაგრამ იმ მომენტში თამაშობს ხო მაგასაც თავისი მუღამია თავისი მუღამია აქვს ანუ სხვა რაღაცას ვამბობ ანუ შენ რომ მიკეთებ მე ფოკუსი ხლა რა და იმის მუღამში ვარ მე რომ გამოგიჭირო რაღაცაში რა და მაინც ბოლოს ისე მიყავს რომ ვერაფერში ვერ გიჭერა ესე ხო ეგ კიდე სხვა მუღამია კითხავენ მაგრამ რატო უნდა გამომიჭირო აი ხა შენ რომ მსახიობს რო უყურებ მუღამი გაქვს რომ ტექსტი შეეშალოს არა საერთოდ სხვა არის ანუ არ არის სხვა აი სინამდვილეში არ არის იმიტომ რომ ნახე ეს არის საილუზიო ხელოვნება სინამდვილეში ამ სპეცს ქვია საილუზიო ხელოვნებაა რა მე რო ვიყო 2 საუკუნის და 3 საუკუნის უკან ცოტა უფრო იქითაც შეიძლება არ გითხრა რომ ეს ხელოვნებაა და მართლა დაგაჯერებ იმიტომ რომ მაწყოს 10 საუკუნის უკან რო ვიყო დამწოვდნენ უეჭველი დამწოვდნენ და მაგას არც გავაკეთებდი ალბათ მაგრამ აი ცოტა რაღაც 1-200-300 წლის უკან რო ვიყოთ შეიძლება არც მეთქვა მაგრამ დღეს ახლა ვის უნდა დააჯერო რომ აი შენ რაღაცა შეიგიძლია იმის და შეიძლება ახლა ვიღაცა მითამაშოს ესეც რა გასაგებია დღეს უკვე გასაკვირი არაფერი არ არის რა მამა ჩემი ამბობს ხოლმე რომ აი ახლა რომ ადგესო და ჩემ ბავშვობაშიო რო ეთქვათო რომ შენო აქედანო დარეკავო და ამერიკაშიო გიპასუხებენო და თან დაინახავ და ესე დაელაპარაკებიო რავი გიჟად შეგრაცხავდნენ და დღესო ესე უცხო პლანეტელის ხომალდმა რომ გადაგიფრინოსო აი ხედავ და ვა ხომალდიო ესე ფოტოს გადაუღებ და იქ დადებ ანუ აღარ რა უნდა იყოს ეხა ისეთი დღეს დღეობით რომ ვაუ და გაოგნდე და რაღაც ამაზე ის დღე უკვე ისეთ რეალობაში ვცხოვრობ და ამიტომ მე რო შენ რაღაცა გითხრა რომ აუ ჩემო ძმაო მე ჯადოქარი ვარ და მაგი ვარ და რაღაც გაქრობა გაჩენა შემიძლია შეიძლება უფრო სასაცილოც იყოს რა ვინც გატყუებს აი ხა მაგალითად ვიღასამ პირველად 7-იანი ჩავიფიქრე მე რა და ბოლოში მიყავს უკვე ესა და რა რიცხვი იყო ვეგეუნები 6-იანი არის მეთქი ან თუნდაც იგივე 9-იან ჯვარის მეთქი 8-იან აგური არის თქო ანუ შენ ის გაქვს მაგრამ ძალიან მარტივია მე მქონი ეგეთ შემთხვევები ამიტომ რას ვაკეთებ რა ფურცელს მოგცე აი ეგეთ ტიპთან თუ ვაკეთებ ყოველთვის მაქვს გათვალისწინებული რომ ხო აი რაღაცას ჩაგაფიქრებინებ რა და გეუბნები რომ დაწერე რომ გქონდეს ფაქტი რა მაგას ხო ვერაფერს ვეღარ მოუხერხებ რა ანუ მაგრამ ხა გააჩნია ხშირად არის ხოლმე ხა ადამიანს რომ ველაპარაკები ვესაუბრები და მაგალითად მაქვს მომენტი რომ ფოკუსი უნდა შევასრულო მქონია მომენტი რომ რაღაც ფოკუსი ვიღაცასთან არ გამიკეთებია სხვასთან რა აი თუ ისეთი ფოკუსი რომელიც ხელის ტექნიკაზეა დამოკიდებული სუფთა ხელის იმაზე სრულდება მაშინ ხო დიდად არ წყვეტს მაგრამ აი ესეთი რაღაც მომენტები რომელიც უფრო რაღაცა ფსიქოლოგიურ მეთოდებთან ასოცირდება არის მომენტი როცა ვიღაცასთან არ შემისრულებ იმიტომ რომ ვიცი ეს ადამიანი მე არ გამომყვება რა და რა აზრი აქვს იმის შესრულებას მე ხო იმიტომ არ ვასრულებ რომ მე მაგარი გამოვჩდი ამიტომ არ ვაკეთებ რა პირველ რიგში იმიტომ ვანახებ რომ შენ ნახო რაღაცა განსხვავებული თორე მე ეს ფოკუსი გაკეთებული მაქვს 100ჯერ და გამიკეთებია 100ჯერ და 101-ად გავაკეთებ თუ აღარ გავაკეთებ მე ჩემში არაფერს არ შეცვლის ეგ მე შენ იმიტომ გაჩვენებ რომ შენ განახო მოუყვანია თუ ვიღაცა და უთქვამს ო გეხვეწე ამას ფოკუსი ანახე და უყურებ ტიპს სახეს და არ უნდა ფოკუსის კეთება და მეთქი ანუ ამ ადამიანს თუ არ უნდა რატო ვაჩვენოთ რა რაც არ უნდა მაგარი სიმღერა მომასმენინო დისლაიკი აუცილებლად ექნება
ვინც არ უნდა მესი და რონალდოზე რომ ვლაპარაკავდით, გამო ვიღაცა იტყვის, რომ ვაფშე არ მევასება, ეგ ის რა ქვია, ფეხბურთელები. რაც არ უნდა მაგარი ფილმი მანახო, 10-დან 0 არ ექნება. ხო, ამიტომ აქაც ეგრეა, ვიღაცას არ მოსწონს რა და გასაგებია, ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია რა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს და ამაზე მე არც მე არ ვიგრუზები რა თქმა უნდა და იმ ადამიანისაც მესმის რატო ვაძალებთ ხა იმას მოდი შენ ფოკუსი გაყურებ მაგრამ ნუ მქონია მომენტები რომ აი ტიპი ამბობს რომ აი არ მჯერა უფრო რა გონია რომ დადგმულია რაღაცა და რომ მიჩვენებია მე აი გარდასხვა ფერდა ეს ადამიანი მეორე დაიბადა და თურმე ესე არ ყოფილა და მუღამი გაშენია რა ცოტა ხნის წინ თქვი ილუზიის სამკუთხედიო და სამი სხვადასხვა ილუზიონისტი ვიყავითო სხვადასხვა განხრით ანუ ის მეორე იმდენად განსხვავებულია რომ შენ ვერ იზამ? ხო, ნახე. კი, თავისუფლად შემიძლია რომ ერთი პასუხი თუ გაქცე აუცილებლად კი იქნება. ხო. არის რა თქმა უნდა ხა ისეთი ნომრებიც რომელიც აი ვერ ვიზავ, ნახე, კითხვა უნდა დასვა რატო ვერ ვიზავ. როგორც სიმღერაშია მაგალითად რომ შეუძლებელია იყო რეპერიც, როკერიც, ოპერას მღეროდე და ჰიპ-ჰოპს და ასე შემდგომ რა, აქაც ეგრეა, გამორიცხულია იმდენად ბევრი მასალა არის, რომ ყველა ჟანრი რომ მოიცვა, ძალიან რთულია, მაგრამ არ გეტყვი რომ შეუძლებელი რა. მაგალითად ახლა კოპერფილდი იყო ადამიანი, რომელიც ყველა სფეროში ასე თუ ისე ყველა სფეროში ასრულებდა ძალიან მაგარ ნომრებს რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ აქაც შენი ნიშა უნდა იპოვნო და იმ ჟანრს უნდა გაყვე. მე ხლა მაგალითად რომ ავიღო სიტყვაზე მანიპულაციის მიმართულება, რომელსაც ასრულებდა სერგი დოლიძე. ეს ბიჭი სხვათა შორის შეიძლება გახსოვდეთ, ნიჭერში გამოდიოდა, კარტებს რო აკრობს, აჩენს და რა ვიცი, შეიძლება 500 კარტი გააჩინოს ხცარიელი ხელიდან რა. მუსიკის ფონზე აკეთებს. აი სრულიად განსხვავებული ნომერია ჩემთან შედარებით. მე ვსაუბრობ, ინტერაქცია მაქვს და ეს პირიქით ხმას არიღებს და მუსიკა მიდის და აი თითოეულ ნოტაზე აქვს რაღაცა გათვლილი, რომ აქ რა უნდა გაჩნდეს, რომ ეს ქორეოგრაფია და რაღაცა ლამაზი სანახაობა რო იყოს რა. მე რომ ეს ნომერი რომ შევასრულო, მე მგონია რომ არც მომიხდება. ანუ მე ამ ვერ მოვიხდენ რა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ჩემი პლუსი პირველ რიგში უფრო ინტერაქციასა და კომუნიკაციაშია და მე ამ ნიშას დავკარგავ. თორე ეხა მე რო ავდგე, რომ დავუთმო დრო და რო ვივარჯიშო, მაგრამ ეს 1 და 2 დღე არ იქნება. ეს იქნება ძალიან დიდი დრო რა. სადღაც ახლა გავაკეთებ. კი, ავდგები და რაღაც ნომერს შევკრავ და გავაკეთებ, მაგრამ გამორიცხულია რომ მე ამაში თავი კომფორტულად ვიგრძნო, იმიტომ რომ ჩემი ნიშა სხვა არის რა. თავ ვერც გავაკეთებ იმაზე კარგად, ვიდრე სერგი აკეთებს, იმიტომ რომ სერგის ძლიერი მხარე ეს არის, ვიღაცის ძლიერი მხარე სხვა არის რა. ისევე როგორც მაგალითად ფსიქოილუზიაში არის გიორგი ჩიქობავა და ის მისთვის ასე ვთქვათ დამახასიათებელ ნომრებს ასრულებს და მას ძალიან საინტერესო წარმოაჩენს, აქაც ეგ არის. კი, ტექნიკურად აითვისებ მაგრამ რამდენად იქნები იქაც ეგეთივე მაგარი როგორც სადღაცას კონკრეტულში ხარ ესაა კითხვის ნიშანი შეუძლებელი არ არის რა თქმა უნდა არ არის რა მაგრამ ძალიან რთულია რომ აი ყველაფერს მოედო თან ეს მარტო სამი ჟანრი კი არ არის ძალიან ბევრი ჟანრია რა იქ რა სასცენო ილუზია მიკრომაგია მენტალიზმი ფსიქოილუზია манипуляция ექსკაპოლოგია ბევრი ჟანრი არის არის კიდე ცალკე იუმორის ჟანრი აქ გვაქვს რა აი სტენდაპის თითქოს სტენდაპს ყავს და თან ილუზიონისტი რა ფოკუსებს აკეთებს და თან ხუმრობს რაღაცას გიყვება და თან ამ პროცესებში და ძალიან სახალისო საყურებელია რა აი კარგ სტენდაპს რო უყურებ და გულიანად რო გეცნება მაგრამ თან ფოკუსები რო სრულდება რა და ესეც ძალიან მაგარია და მე ვფიქრობ რომ თუ ამ სფეროში შემოდიხარ შენი ნიშა უნდა იპოვო და იმას უნდა გაყვე შეგიძლია ბევრი სცადო მაგრამ ეგრე არ არის რომ ახლა სო მენტალისტ თუ ხარ არ უნდა იხუმრო მეც მაქვს ახლა ხშირად ნომრებში ზოგადად იუმორს ძალიან ვაფასებ მიყვარს და მეც მაქვს ხოლმე რაღაც იუმორისტული დეტალები ზოგადად ნომერს ძალიან ახალისებს რა მაგრამ აი ჟანრში რო გადახვიდე და ამას რომ მიყვე ეგ უკვე სხვა სირთულეა სანამ გავაგზავნებთ საუბარს კიდევ ერთხელ ვთხოვ მაყურებელს გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი, თქვენი თანადგომა არის ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია და ვირდებით რომ გავაგზავნებთ ასეთი საინტერესო სტუმრების მოწვევას, ნუ თავარია დაგვთხოვდნენ. და გამოიწერონ ლაშას არხით, ნახავენ ბევრ გამოიწერეთ. ფოკუსებს. კი, ბევრ ფოკუსებს. კი არ მოტყუდებით, გაოცდებით. კი, ბევრი გასართობი კონტენტი არის და ასწორებს რა მაგრად.
შრომა ფოკუსების სწავლა და მე გააფართოება და ის ოჯახის წევრებზე ვარჯიშობ ხოლმე თუ ყავს მაინც რაღაც გუნდი რომელიც ერთად მუშაობს? არა, გუნდი არ ყავს, მაგრამ პირველი თავიდან იყვნენ პირველი ჩემი მაყურებელი იყო ჩემი ძმა და მე ჩემი მშობლები. ამაზე თუ ტესტავდი და კარგად გამომდიოდა, მე გამქონდა ხოლმე ფართო აუდიტორიაზე და ეხლა უკვე პირველი ჩემი მაყურებელი არის ჩემი მეუღლე. უკვე ნელ-ნელა ჩემი ბავშვებიც და მე გამაქვს უკვე ფართო აუდიტორიას. ოჯახის წევრები ხშირად არიან ჩართულები. ახლა ფოკუსაიდუმები არ იციან. სხვათა შორის არ ეუნები. ოჯახის წევრებსაც არ ეუნები? არ ვეუნები. თვითონაც არ მეკითხებიან რა, ეხლა მაგალითად ერთადერთ ხელ მახსოვს, მამა ჩემი მოვიდა და მითხრა, აი ხوارს არ მithქვამს, აი ეს ფოკუსი ამიხსენიო და მე არ ავხსენ. თვითონვე არ მეკითხება რა, იმიტომ რომ იცის რომ აი არ უნდა მკითხოს რა. და მაგრამ აი თუ მაგალითად მოვა ჩემი ძმა მოსულა რომ ის კი არა ეს ფოკუსი მასწავლე და მიხსენი როგორ კეთდება რა აი უთქვამს რომ სადღაცას რო ხვდებიო და რომ ეს რა ქვია მეუნებიან რომ აუ შენ ლაშას ვახარ რამე ფოკუსი გეცოდნებაო არ ვიციო არაფერი რამე მასწავლეო რა და აი მაგ მხრივ მისწავლებია და ეგრე ვასწავლი რა მამაჩემსაც ვასწავლი თუ ექნება სურვილი რა თქმა უნდა და ესე უბრალოდ რომ აი მოდი ეს ფოკუსი ამიხსენ იმიტომ რომ მაინტერესებს არ მოსულა არც ერთი ჩემი მეუღლეც არ მეკითხება ხოლმე მაგას აი მშობლების რეაქცია რა იყო რომ გადაწყვიტე საბოლოოდ რომ პროფესია ყოფილიყო ილუზიონისტობა პირველად მახსოვს რომ დედაჩემმა კარტი დამიწვა დამიხია არა ხო არანაირი ცუდი რეაქცია არ ქონდათ პირიქით რა ძალიან თავიდანვე აი დაახლოებით ისეთი მომენტი იყო რომ ფოკუს რო ანახებ რომ ადამიანი რო სასიამოვნოდ რო გაოცებულია ეგ ემოცია ქონდათ პირველივე ფოკუსიდან და მე გაყვათ ეს ემოცია და ძალიან პოზიტიურად რა პირიქით სულ გულში შემატკივრობდნენ ნიჭიერშიც ხო საერთოდ და ეხლაც ძალიან მოსწონთ რომ ამას ვაკეთებ რა აი ეს მომენტი არასდროს არ მქონია რომ რა არის შვილს რა კარტებით თამაშობ ეგეთი რაღაცა არ ქონიათ რა თან ალბათ შეიძლება არა ისეაც არ იქნებოდა მაგრამ მე პარალელურად ვაკეთებდი ამ ყველაფერს აი რაღაც პროცესში თან სწავლობდი თან ამას ვაკეთებდი მე თან მუშაობდი თან ამას ვაკეთებდი მე თან YouTube იყო და თან სამსახური იყო და ნუ ბოლოს რაღაცა ჩემთვის ყველაზე სასურველი და საუკეთესო გზა ავირჩიე და არც ერთ ეტაპზე არ მქონია რაღაც ელემენტარული ბარიერი რა სულ ყოველთვის პირიქით გვერდში მედგნენ არსებობს თუ არა ტელეპათია ხო გჯერა თუ არა ხო აი როგორი რაღაცა არის რა ეს ტელეპათია რაღაცა ჰიპნოზი მენტალიზმი და ასე შემდგომ მე არ მჯერა მაგრამ აი როგორ რაღაც არის ის მე მოდი გაგცემთ პასუხს საილუზიო ხელოვნებაში რა ხდება იმის იქით არ მქონია არასდროს გამოცდილება და ტელეპათია რომ აი ესე მე შემიძლოს რომ ახლა კوارაცხელიას ფიგურო ავწიო და იქით გადავწიო ხო ამის არ მჯერა და არც არსებობს რა რაღაც ახლა სასწაულთან თუ არა გვაქვს საქმე რა მაგრამ საილუზიო სფეროში რა მსგავსი რაღაცები არის და ხდება მაგრამ კიდევ ერთხელ აი როგორც იქ მე მაგალითი რაც გითხარით რომ გიქმნი იმის ილუზიას რომ შენს გადაწყვეტილებას ვიცნობ ანუ თითქოს თავისუფალ არჩევანს გაძლევ მაგრამ სინამდვილეში თავისუფალი არჩევანის ილუზიას გიქმნი და ვამცირებ იმ ალბათობას რომ შენ რაღაცა 100 რაღაცას გეტყვი მაგრამ ზუსტად ვიცი რაც აირჩევ აქაც იგივე არის რა მე რაღაცა ჰიპნოზს კი არ ვაკეთებ და ტელეპათიას კი არ ვასრულებ რა მაგის ილუზიას გიქმნი რა იმ მომენტში შენ გაჯერებ რომ მე ამის გაკეთება შემიძლია მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის უფრო კარგად ვერ აგიხსნი სხვანაირად მომიწევს რაღაც საიდუმლოები გავცე რა და თუ ეს ვიდეოა მეგობრებო 100,000 ლაიქზე მე აუცილებლად მომიწევენ მეფესავით პოდკასტში და იქ უკვე გაგარდოთ ამ საიდუმლოებს 100,000 ლაიქი დაიდოს და არ არის პრობლემა დაუგუსტოთ ყოველდღიურად გამოგიყენებია ფოკუსები ცხოვრებაში არა ესე ყოველდღიურად არა ეს სტანდარტული კითხვები კაზინოში გიშვებენ ამ იქ წავიდეთ რაღაც ხო არ გამომიყენებია მაგრამ აი პრაქტიკაში რა ბევრ რაღაცაში მეხმარება ზოგადად რა
რაღაცეებში მეხმარება, განსაკუთრებით კომუნიკაციის დროს ვერ გეტყვი რომ რაღაც გადაწყვეტილებას მიგაღებინებ, ასე არ არის. მაგრამ რაღაცეებში უფრო მიმარტივებს, კომუნიკაციას უფრო მიმარტივებს. უცხო ადამიანებთან განსაკუთრებით რა, საუბარი, კომუნიკაცია. შესაძლებელია პატარა ზეგავლენის მოხდენაც, მაგრამ იქ ეხლა როცა რაღაც სერიოზულზე მიდის რა, იქ ისეთი რიგი პროცესები ერთვება ხოლმე, რომელიც შენ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც საილუზიო მეთოდი გამოიყენო და ასე შემდგომ რა. ამიტომ ისეთივე პრაქტიკული შეიძლება არ იყოს ყოველდღიურ ამბებში, როგორც ესე ჩანს რა სინამდვილეში. მაგრამ მაგალითად მაფიის თამაშის დროს ძალიან მეხმარება, ძალიან მეხმარება მართლა, იმიტომ რომ ხვდები ადამიანი როცა იტყუება რა. ესე სულ ვერ ხვდები, მაგრამ მაშმარი, იმიტომაც გაგდები ხოლმე სულ. შეიძლება. ხო, სულ ეგრე არ არის, რომ ხა ერთხელ ილაპარაკებ და რაღაც, მაგრამ მომენტი დამიჭერე ისეთი, როცა მივხვდარვა, რომ ეს ადამიანი გულწრფელი არ არის იტყუება და მართალი ყოფილვარ. მაგრამ ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ შემცდავა. უფრო იშვიათად არის ეგ მომენტი, მაგრამ მაგ მიმართულებაში მაგალითად უფრო მეხმარება. დავინახო ადამიანი გულწრფელი არის თუ არ არის. იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვამჩნევ რაც ვიცი რომ ტყუილთან ასოცირდება. ან მაგალითად რაც მე გამიკეთებია რა, რაც მიფიქრია და მე იმ ადამიანში ვხედავ ამ ყველაფერს. არის მე რაღაც კითხვები, რასაც უსვამ და მე ამ შენს ას უფრო მეტად ამყარებს რა და ესეთი რაღაცები შეიძლება. 100%-იანი შედეგები არ აქვს. ხო, ნუ რა თქმა უნდა. მაფიაზე რო თქვი რა, ყველას უკვე მარტივად ხვდებიო რა, ვინ იტყუება. ყველაზე მეტად მაინც ვისი ამოცნობა გიჭირს ხოლმე ტყუილში. ვისი ამოცნობა მიჭირს? მოთამაშის რა. ცეთი მოთამაშის ამოცნობა. ვისი ამოცნობა მიჭირს? აბა დავფიქრდეთ. ერთი წუთით. ვიღაც ერთი კონკრეტული რომ ამაზე ვთქვა რომ ამას ვერაფერი ვერ მოუხერხე. ანუ იცი რა არის? თამაშს გააჩნია რა, მართლა ოღონდ. მაფია ისეთი თამაში არის, რომ ჯერ მაფია არის გუნდური თამაში და გააჩნია შენ გუნდში ვინ მოხვდება რა. იმიტომ რომ შენ როცა მაფია ხარ, შენს გიწევს იქ ვიღაცების მოძებნა და ამორჩევა და გამოცნობა, მაგალითად გიწევს როლების პოვნა, იქ არის დეტექტივი, იქ არის ექიმი, ახლა საერთოდ რაც ფორმატი შეიცვალა და იაკუძას ვერსიაზე გადავედით, კიდე ორი ადამიანი დაემატა, რომელიც უნდა იპოვნო და ასე შემდგომ და გუნდში ვინ ყავს, ეგ ზოგადად ბევრ რაღაცას გადაწყვეტს. ხა თუ პატიოსანი ხარ, იქ აბსოლუტურად ყველა როლის გამოცნობა გიწევს, მაგრამ შეიძლება პატიოსანი ხარ, ძალიან კარგად ითამაშო. ძალიან კარგად ითამაშო, მაგრამ შენმა გუნდელმა და მნიშვნელოვანმა რომ ამ შემთხვევაში დეტექტივმა საერთოდ ვერ ითამაშოს და განწირული ხარ მანდ რომ მოიგო რა. ამიტომ ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული, რომ შენმა გუნდმა გაიმარჯოს. მაფიაშიც მე არ მიყვარს ხოლმე ერთმანეთს რომ ეგრევე რომ გაწირავენ ხოლმე, გუნდური თამაში არის და მანდ ვერსიები უნდა ითამაშო. თუ ამას არ თამაშობ 10-დან 9 შემთხვევაში მარტივად წააგებ. ესე რა ვიცი. ამოცნობა შეიძლება ვიღაცაზე ვამბობდე რომ ეს რა მარტივად ამოსაცნობია, მაგრამ ზუსტად იმან მომიგოს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. შეგიძლია გითხრა შენი გადმოსახედიდან ილუზიის მეფე ერთი უცხოელი, ერთი ქართველი. ერთი უცხოელი, ერთი ქართველი? ხო. შენი გადმოსახედიდან. უცხოელს აუცილებლად ვიტყვი დევიდ ბლეინს. და ზუსტად იმ მიზეზის გამო კი, იმიტომ რომ მაგ ადამიანმა სხვა ლეველზე აიყვანა ეს სფერო რა. მაგრამ ბევრი არის ხა ვისაც ხა კოპერფილდი ხო ყველა მიცის რა და იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი რომელმაც სოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია მოახდინა, გლობალურად პოპულარიზაცია მოახდინა ამ სფეროში. გარდატეხა და ასე შემდგომ. იყო ჰარი ჰუდინი მანამდეც და ძალიან მაგარი ადამიანი იყო და მაგალითად ჰარი ჰუდინი იყო ექსკაპოლოგიის ჟანრის წარმომადგენელი. ექსტრემალურ ნომრებს ასრულებდა და მაგ ნომრების სირთულე ასევე იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანი რომ ნებისმიერ ბორკილს რო იხსნიდა, ის სპეციალური ბორკილი კი არ იყო, მართლა შეეძლო ნებისმიერი ბორკილის გახსნა და მთელი ხიბლიც მაგაშია, რომ რასაც აკეთებდა, მართლა აკეთებს რა. მაგრამ ეხლა როგორ იფუთება და იქ კიდე რა მეთოდები და აღრიკებია გასაგებია, მაგრამ ეგ ადამიანი მართლა ექსტრემალურ ნომრებს ასრულებდა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ნომერი ყოფილა, რომელიც ფატალურად დასრულებულა განსაკუთრებით ექსკაპოლოგიურ ჟანრში. ძალიან ძალიან ცუდად და ბრუტალურად დასრულებულა რამდენიმე და არაერთი ნომერი.
ამიტომ ეგეც დასაფასებელია რა. მაგრამ დევიდ ბლეინს ვიტყვი რომ თანამედროვე ეპოქაში კიდევ უფრო ახალ ლეველზე აიყვანა, ეხლა რომ დავიწყოთ რა მაგ ადამიანს რეები აქვს გაკეთებული, კიდე ცალკე გადაცემა უნდა მიუძღვანათ. ამიტომ დევიდ ბლეინს ვიტყვი თუ ერთი უნდა დავასახელო. ახლა ქართველს რაც შეეხება ჩვენ სამწუხაროდ ბევრი არ ყოლია ესეთი ადამიანები რომლებიც რო ვთქვათ რომ აი საქართველოში ვინები არიან დასაფასებელია აუწყოთ ვამბობ რომ ზურაბ ვადაჭკორია გია ფარადაშვილი ესეთი ხალხია რომელიც აი დღეს ვისაც არ უნდა კითხო და ვინმეს ერთი ფოკუსი მაინც ანახი თუ აქ ეცოდინებათ რა ეს ადამიანები და დასაფასებელი იმიტომაც არის რომ დღეს რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვს რომ შენი თავის რეალიზება მოახდინო მაშინ ასე არ იყო ხო ამიტომ იმ მომენტში რომ ჯერ ამდენი რაღაც ფოკუსის სწავლა რო შეგეძლო არა ინტერნეტის ეპოქაში აი საიდან უნდა გესწავლა რა და ესე დონემდე რომ მისულიყავი მინიმუმ მაგას ძალიან ვფიქრობ რომ თითოეული ადამიანის მხრიდან დასაფასებელი უნდა იყოს და ვიცი რომ ეგრეც არის რა ამ ორ ადამიანს მე როგორც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი ძალიან დიდ პატივს ვცემ რა მაგრამ დღესდღეობით ვინც ასე ვთქვათ მოღვაწეობთ რა გამოვყოფა რა თქმა უნდა ჩემს ორ კოლეგას ვისთან ერთად გავაკეთე გიორგი ჩიქობავა და სერგი დოლიძე რომელიც დღესდღეობასაც აქტიურად არიან ამ სფეროში და ცდილობენ რომ ახალ-ახალი ნაბიჯები გადადგან აი ხლა გუშინ ვესაუბრე სერგის და ხვალ მიფრინავს საფრანგეთში სხვათა შორის სერგი არის პირველი ქართველი ილუზიონისტი რომელიც საერთაშორისო კონკურსზე გამოსულა არა ერთხელ და თან პრიზიორიც არის რა და კიდევ ერთ-ერთ საერთაშორისო საილუზიო კონკურსზე გადის ხვალ მიფრინავს რაც ნომერი აქვს მომზადებული და ეს ადამიანი შეიძლება ესე აქტიურად არ ჩანს ინტერნეტში მაგრამ ბევრ რაღაცას აკეთებს ეგა რატო არ ჩანს ეგ უნდა მეკითხა ანუ იმიტომ რომ ეხლა ყველაზე კარგი საშუალება დღესდღეობით საკუთარი თავის გაპიარების არის ინტერნეტი რა სოციალური ქსელები YouTube ხო იცი რა რომ მისაუბრია მასთან დიდი დრო სჭირდება აი მოდი ვაღიაროთ რომ სოციმედიაში აქტიური რო იყო გარდა იმისა რომ ვიდეო გადაიღო უკვე კონტენტ კრეატორობაც უნდა შეგეძლო ან საკუთარ თავს როგორ შეფუთავ როგორ გაყიდე ხა ერთ ვიდეოს 2 და 3-ს გადაიღებ მაგრამ ამას რომ შენ სტაბილური ხასიათი მისცე და შენ ეს ანუ ან რაღაც რესურსი გჭირდება მაგალითად გუნდი გჭირდება რომელიც ამაში დაგეხმარება და ამას ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება ან მაშინ შენ უნდა იყო ეს ეგეთი და თან დროც უნდა გქონდეს შესაბამისი რომ ეგ მოახერხო რაც რთულია სერგის შემთხვევაში ხა მაგალითად უფრო ეგ არის პრობლემა რომ მარტოს მაგალითად თან დიდი დრო მიაქვს ძალიან დიდი დრო მიაქვს მაგნომრის მომზადებას რა შესაბამისად ხო ალბათ დროის არ ქონა უფრო არის პრობლემა სერგის და გიორგის ვიტყვი ავთოგოგეშვილს ვიტყვი აუცილებლად და ავთოგოგეშვილი იყო ერთ-ერთი პირველი მენტალისტი საქართველოში დღესდღეობით სამწუხაროდ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვეღარ ახერხებს აქტიურად მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი აქვს მას გაკეთებული და ერთ-ერთი პირველი იყო სხვათა შორის ვინც სოციმედიაში დაიწყო აქტიურობა ჩემამდეც კი აკეთებდა ბევრ ვიდეოს იღებდა და ინტერაქციული ხალხში გასვლა და ასე შემდგომ და არიან კიდევ რამდენიმე რომელსაც რა ვიცი სიამოვნებით გამოყოფ მაგრამ ბევრნი არ ვარ სამწუხაროდ იმედია რომ გამვითარდება და რაღაც უფრო მეტად წინ წაიწევს რა გადავიდეთ ფოკუსებს ხო გადავიდეთ მე ხო ვფიქრობ რომ რომელი გამოჩნდება თვითონ კადრში კარგად რა და მოდი ერთს გავაკეთებ რომელიც გქონია რომ ის კარგად გამოჩნდება რა კაი აი ახლა რაზე გეუნებოდი რა ეხა აი აქ რო გადავშალო ცოტა სხვანაირად იშლება რა მე ინტრიგანი ვარ თან ხოცი მართლა ხა ის არის რა ჩაოლობრივი დასტა ყველა განსხვავებულია კამერაც ხედავს ალბათ და რადგან ინტრიგანი ხარ ნებისმიერი ერთი კარტი რომელიც გაგიხარდება ამოიღე მე ხალ თქვენ გაჩვენებთ მეთოდს თუ როგორ უნდა გამოვიცნოთ ნებისმიერი კარტი დაიმახსოვრე მე არ შევხედავ შენ თუ გინდა აჩვენე სხვა თუ იცით ყველა მე არ შევხედავთ ეხლა განახებთ მეთოდს თუ როგორ უნდა გამოვიცნოთ ნებისმიერი კარტი მომაწოდე ეს კარტი შევხედავ ესე ყურე დაკვირდი არა ვიღაც გონია რომ უკან რაღაცა წერი არაფერი არ აწერია ეს იყო წითელი
ეხ გადმოადრე. ხუმრობ რა თქმა უნდა. მაგრამ ნახე ეს ფოკუსი არ არის კარტის გამოსვლაზე, რა თქმა უნდა ხუმრობ. მაგრამ ამ შემთხვევაში შენ რა თქმა უნდა ეს ფოკუსი არ არის კარტის. ვერ გამომაბარეთ ვერ. არა იუმორის დეტალებზე რო საუბრობთ. ეს ფოკუსი არ არის კარტის გამოსვლაზე. საიდანაც გამიჩითავს ახლა 4. არა. ნახე ეს შენ შემთხვევაში ამოირჩიე 4-იან გული. ხო მე მარჯვენა ხარ? კი. მუშტი შეკარი. კარგად შეკარი. მე ამ 4-იან გულს მოვათავსებ აქ მაგიდაზე და მინდა რომ ესე მუშტი დაადო ზემოდან, დაადე. მუშტი წინ დაადე. და ცოტა ხანი ასე გქონდეს, მაგრამ ეხლა ჩვენ დაგვჭირდება მე ამ დასტას ავჭიხავ, მოდი რადგან ორნი ხართ. მუშტი მეტოს ესე? ცოტა ხანი გედოს, რადგან ორნი ხართ. მეორე კარტიც ავირჩიოთ. სტოპ, მითხარი სადაც შენ გაგიხარდება. სტოპ. აქ, ნახე კარტი. მოდი იცი რას ვიზავთ? პირდაპირ მაყურებელს ვანახოთ, რა კარტიც ამოირჩია ამ შემთხვევაში და დავანახოთ. ეს არის სამიან ჯვარი. ოღონდ ნახე, რადგან მუშტი აქვს შეკრული, იგივე გავაკეთოთ, მუშტი შეკარი და ამ სამიან ჯვარს ესე მოგცემ, მუშტი დაადე და მუღამი რა არის რა, ანუ რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ კარტებს ამოვიშვებთ. მართლა არ იყო ეს ფოკუსი კარტის გამოსნობაზე, მაგრამ მე მინდა რომ ეხა ავდგეთ და ესე რო ავიღოთ და 4-იანს და 3-იანს ვეცადოთ რომ ადგილები გაუცვალოთ რა. ანუ ისე უნახავად გავცვალოთ? არა, ესე გქონდეთ. ანუ რეალურად უკვე მოხდა რაღაც პროცესი რა, უკვე მოხდა რაღაც პროცესი. ეხლა აი ანუ 3-იან ჯვარი და 3-იანი და 4-იანი. 3-იან ჯვარი იყო შენი კარტი, ხო? და შენი იყო 4-იან აგური. გული. 4-იან გული. რა ვიცი, შეამოწმეთ, აბა ნახეთ. დავაჭელად. შეგიძლიათ ნახოთ და მაყურებელსაც ანახოთ, რომ ბიჭო, კი მივხვდი ისე რომ ეგრე იქნებოდა ბოლო დასასრული. შენ რომ 3-იან ჯვარი ამოიღე, უეჭველად ვიფიქრე რომ გაგვიცვლის მეთქი ახლა. ხო და როდის? ძალიან უცნაური. მე განახებთ ჩემ ჯადოსნურ მოძრაობას. თუ გაინტერესებს. რა თქმა უნდა. როგორ გამოიყურება ილუზიონისტის ჯადოსნური მოძრაობა რა. მოდი ყველაზე ინტრიგანტმა ერთი ნებისმიერი კარტი ამოიღე. უყურე ყველა. ერთი ნებისმიერი კარტი ამოიღე. ხუმრობ. ავიღეთ. არა, ხუმრობ ნებისმიერი. რომელიც შენ გაგიხარდება, საიდანაც გაგიხარდება. პირველი. მაინც და მაინც პირველი აიყო. მე ზოგადად ამ მიყვარს პირველს რა იღებო. დაიმახსოვრე. და ანახე, შენს პარტნიორსაც მოვათავსე. ზემოდან. ხედავ, всё. ზემოდან მოვათავსე და გავაკეთებ ძალიან მარტივ მოძრაობას. სადმე შუაში გამაჩერე. სტოპ. აი აქ გადავჭრე ზუსტად და გავაკეთებ ჩემ ჯადოსნურ მოძრაობას. ამას როცა ვაკეთებ, აი არ ვიცი სამდღეთ გამოჩდება მაგიდაზე, მაგრამ თუ გადავშლით, მარტო ერთი კარტი იქნება გალურჯებული. აი ხა მინდა რომ კამერამაც კარგად დაინახოს, ამიტომ ესეც განახებთ მეგობრებო, ნახეთ, რომ გადავშალოთ, მარტო ერთი კარტი არის თელ დასტაში გალურჯებული. მხოლოდ ერთი. რა იყო შენი კარტი? შეგიძლია ხმამაღლა დაასახელო. აი, კაროლ რუსულად თქვა? კაროლ ჯვარი იყო? კაროლ ჯვარი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არც შენ და არც მაყურებელი ამისთვის მომზადებული არ იყო, რომ კარტი უნდა გალურჯებული. აი, ხო მართალია, კარტი უნდა გალურჯებული იყო, ამისთვის მომზადებული არ იყავით. დამითუმეტეს თუ კაროლ ჯვარი იქნება. დამითუმეტეს თუ ლურჯი იქნებოდა. ამიტომ ამ კაროლ ჯვარს მოვათავსებ ზემოთ და არაფერი არ დევს ყუთში, ხო? არაფერი არ დევს ყუთში და ყუთს ესე დავაფარებ უბრალოდ რა. ახლა მინდა რომ ეს დასტა რომ კარგად ავჩეხოთ. რა მეფესავით კარტი ამოგიგიყია ისე, ხო საინტერესო. კი ბატონო. ესე ავჩეხოთ კარგად. სადმე გამაჩერე. სტოპ. აქ. დაიმახსოვრე. მე არ შეგვიძლია. კი ბატონო. კამერაც, ხო? ისე სადღაც შუაში მოვათავსებ, იგივე ფოკუსს ვაკეთებ. ოღონდ ამისთვის ახლა მზად ხართ. რეალურად რაც უნდა მოხდეს, ნახე. ჩემ ჯადოსნურ მოძრაობას გავაკეთებ. და აქ სადღაცას უნდა იყოს ერთი ლურჯი კარტი. მოიცა? აუ დამავიზდა რომ მე თქვა ამ ფოკუსში მარტო ერთი კარტი ლურჯდება. მხოლოდ ერთი ეს გალურჯებული კარტი გვაქვს უკვე რეალურად და აქტივს. და ყუთი ადევს ზემოდან. რა იყო შენი კარტი? კაროლ გული. შენც რა მეფესავით კარტი ამოგიღე? შეგიძლია შეამოწმო აქ რა კარტია?
კარგულია. და კარლ ჯოის აწევი. კაფერად. ისე. აი, სხვათა შორის ვიცოდი რა ფოკუსთან გამეკეთებინა და ესეთი დასტაც წამოვიღე რა, რომელიც შეიძლება არ ჩანს ახლა უცნაურია რა. მაგრამ გამომართვი ეს დასტა ჩვეულებრივი დასტაა და მინდა რომ შეამოწმო რომ ყველა განსხვავებულია. მე მანამდე ესე მუშტს შევკრავ, ყველა დაინახავს რომ ეს მუშტი ასე იქნება მთელი ფოკუსის განმავლობაში. შეამოწმო ხო ყველა განსხვავებულია. რანაირად შეამოწმო ჯერ ყუთიც არ გაგიხსნია. გახსენი ყუთი? ამოიღე დასტა ყუთი გადააგდე აღარ გჭირდება ისროლე ესე მშვენიერად. რომ გადახედო ახლა ამ დასტებს გადახედე 52 კარტია, ხედავ? 52. ყველა განსხვავებულია, მათ შორის არის რიცხვებიც და ნახატიანებიც, ხო? აი, შეხავს, კარგად იცი საჩეხვა. არა, აიღე, გქონდეს ხელში. ეხლა უნდა მითხრა, რომელი გინდა ამ დასტიდან, რომ ამოვიღოთ რიცხვები თუ ნახატიანი კარტები. არ დაფიქრდე, პირდაპირ. ნახატიანი. ამოიღე ნახატიანი კარტები. დანარჩენი რიცხვები გადავყაროთ, აღარ გჭირდება ყუთივით, აი ესე მოვისროლოთ. ეს ხო შენი გადაწყვეტილება. ნახატიან კარტებში გვაქვს ვალეტები, დამები, კაროლები. რომელი გინდა რომ ხელში დაიტოვოს და დანარჩენს ძირს დაყრის, დაფიქრდი. რომელი გინდა რომ დაიტოვოს ხელში. ხო. დანარჩენს ძირს დაყრის, ვალეტები დაიტოვოს, დამები დაიტოვოს, თუ კაროლები დაიტოვოს. თქვა? კი. ვალეტ ჯვარი. პირდაპირ ვალეტ ჯვარს ამბობ? მოდი ჯერ ვალეტები დაიტოვოს. აი, ვალეტები დაიტოვოს. პროცესია სასიამოვნო. ხო, კი ბატონო. დამები და კაროლები გადაყარე და მხოლოდ ვალეტები დაიტოვე. და 4 ვალეტი უჭირავს. ჯვარი, ყვავი, გული, აგური. ახლა გეკითხები რომელი გინდა რომ დაიტოვოს დანარჩენი ძირს დაყროს. ყვავი. დარწმუნებული ხარ რომ ყვავი? ყვავი. ეს რა უცნაურია. ეხლა ესე რო არ გაგვეკეთებინა, ნახე, სხვა სცენარი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვალეტ ყვავს ამბობს. მე მხოლოდ ბოლოჯერ დაგისვავ კითხვას, მაგრამ ეს იქნება შენი გადაწყვეტილება, რომელი ვალეტი დაიტოვოს. ეს იქნება ბოლო შენი გადაწყვეტილება. აგური. ვალეტი აგური. ხო. და არ ცვლი გადაწყვეტილებას. ვალეტ აგური დაიტოვე. და დანარჩენი ვალეტები დაყარე. ეხა ეს კარტი ხო გიჭირავს ვალეტ აგური. მოდი დაკეცი ნახევარზე. კიდევ ერთხელ დაკეცი ნახევარზე. და ესე მათხოვე 4-ად დაკეცილი ვალეტ აგური, რომელსაც აქ ჩემს ხელში შევაცურებ. ნახე, ეს. და მართლა 4-ად დაკეცილი კარტი. აი, სიგიჟე. რა უცნაურია, ნახე, შენ ნახატები ამოვარჩი, შენ შემდგომ ვალეტები დაატოვებინე. თავიდან ჯვარი გინდა, მე ყვავი და ბოლოს რატომღაც ვალეტ აგური დაატოვო. ძალიან უცნაურია, მაგრამ ამ ეს ერთი კარტია, ეს რატომღაც თქვენს მიერ დასახელებული ვალეტი აგური და მინდა რომ მაყურებელმაც კარგად დაინახოს. უცნაურია. სიგიჟე. თან. მადლობა ყურადღებისთვის. და ნო გეთხო გული, ხო გეუბნებო. აი ეს გულს კარგ კანა. სამჯერ შევცვალე და მეტი რა გავაკეთო. ვახ. კაი. მოდი, ახლა ჩვენ გავაგიჟოთ თამაშიც. სიამოვნებით. მეფესავით პოდკასტი. დავიწყოთ თამაში. ოღონდ ჩვენც არ ვიცით ვინ არიან რა, უბრალოდ ვიცით რომ იუთუბერები არიან ქართველები და ნახოთ აბა ვინ უფრო მეც გამოვიცნობს. კარგი, ანუ ეს ძალიან რთულია ჩემი აზრით. ხა რასაც უყურებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სათვალიანი ადამიანი მახსენდება YouTube-ზე. მოდი პირველს დაგითმო. მოდი გავრისკავ და ჰიტას ვიტყვი, გავრისკავ რა. დან დან დან. ეხა დასწრებაზეა, ხო? ხო. აი, აბა. ის ვინ არის? კალა. კალა. კალა არის. ეს არის არა, კალა არის. G2G. ის რატი? რატი ბოდიში. კნო. არა, ტატო. არა, კნო. გუგა. რთულია. ჰიტა მარტივი. ნეტა რატო? კაკო. სოსო. მართლა მენტალისტი. მახარა. ლაშა. არა. შენ ხარ ის. ო, ლაშა. ხო. სხვა ლაშა არა არიან ალბათ, მაგრამ ეს ვინ არის? ის
ქსენსუსა? სენსუსა არა. არა. სო, პატო. ოზი. ოზიენკო. ბასტო. ეს მის. თრუთმიანი მამსონა. მამსონ გამოგიცა. ის ქორო. დაი დამასტრე. შავ თეთრი ქორო. გიგი არის. ისა დანელა. მორჩა. აი შენ ხო. შენ არ თამაშობდი. ერთი გამოვიცანი. ყველაზე მთავარი შენ გამოიცანი. ხო, მართალია. სადაც გასწორ. კარგი იყო, ძალიან ის იყო რა ქვია. მაყოფილი ხარ შედეგით? გაგონადგურა და უკეთესი შეიძლება. ყველაზე მეტი შენ გამოიცანი. ჩემი არის უკეთესი შეიძლება. არა, კარგი იყო, საინტერესო იყო და რა დავამოღა, მეცე რომ უფრო ხვდები უფრო მარტივად, მაგრამ სახელის გახსევა. მაგრამ იმაზე მაგრა გავიჭედე მე მამუკაზე. ხო. ჩემიანზე გავიჭედე. კალაც მე გამოვიცანი. ხო, კალაც შენ კალადა გამოიცანი. შენ ორი გამოიცანი. სპორტთან დაახლოებული პირები გამოიცნო. კი ბატონო. კარგი იყო, ძალიან გავერთე მართლა. მეფესავით პოდკასტი. რისი გეშინია? ისი თორებაში. სიმაღლის შიში მაქვს. მარტო. თვითმფრინავიდანაც თუ არა სართულნია როცა იყურებ. თვითმფრინავიდან არ მქონია სხვათა შორის. ისედაც სულ რამდენჯერ. ისე არ დაფრინავს გადადის პირთან. არა, სამჯერ ვარ. ტელეპორტით გადადიხარ ხოლმე. სამჯერ დავტოვე ქვეყანა და არ მქონია არც ერთხელ მაგის განცდა რა. არც ერთხელ არ მქონია რაღაც რო შემშინებია. ერთადერთხელ მახსოვს პირველ ფენაზე იყო რომ გამეღვიძა რაღაც მომენტში და ასე ფართხალებდა ფრთარა და ვიცოდი რომ ჩაულებრივი ის იყო რა ქვია მომენტი იყო ხო ტურბულენტურ ზონაში ვიყავი და ამიტომ არ მქონია მომენტი მაგრამ სიმაღლიდან რომ გადმოვიხედო მაგის შიში მაქვს კიდე რა ვიცი რა ფლისი მეშინია არ ვიცი ესე ყველაზე მეტად ალბათ სიმაღლის შიში მაქვს რატომ მეკითხები? არა, რაღაც. ეხლა რომ მეთქვა სიტყვაზე გველი, მეთქი შეიძლება გველი შემოგეყვანათ. ეხლა სიმაღლეზე რა დავიდეთ, რომელსაც უცუნდა. რა გვაქვს ქართველებს? კარგი, რაც სხვა ეროვნებებს არ აქვთ. რა გვაქვს? ბანალური პასუხი გავცე? როგორიც გინდა. ორივე გაიცი თუ გინდა. სტუმართ მოყვარეობა მართლა განსხვავებული გვაქვს და ძალიან გამოგვარჩევს სხვა ადამიანებისგან. რაც ეს ჩემი მოსაზრება არ არის და ზუსტად რომ სხვა უცხო ადამიანების შეფასებაა რა. და ძალიან მიხარია ეგ ფაქტი, რომ სხვანაირად უყურებთ. აი გვერდში დადგომა ზოგადად ძალიან განსხვავებულად ვიცით. და აი გულთან ახლოს მიტანა რა. ცოტა ისე ვართ გადასულები ბოლო პერიოდი რაღაცეებს არ ვითვალისწინებთ ხოლმე რა მაგრამ გულთან ახლოს მიტანა სხვისი პრობლემა მგონია რომ ქართველს უფრო რაღაცა ემოციურად შეუძლია და მე გვერდში დადგომა რა არის ცხოვრებაში მთავარი? ცხოვრებაში მთავარი არის ის რომ იმდენად სწორი საქციელებით იცხოვრო და იმდენად სწორი ეცადო, რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არ არის, არც ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაგრამ მგონია, რომ უნდა იყო ყოველთვის მაგალითი სხვა ადამიანისთვის რა. ანუ თუ შენ გეძლევა რაღაცის კეთების შესაძლებლობა, ესე იგი ეს იმიტომ გაქვს, რომ
ორმაგად მეტი პასუხისგებლობით მოეპყრო ამ შესაძლებლობას და გამოიყენო იმისთვის, რომ სხვა ადამიანისთვის გახდიან მაგალითი, ან მინიმუმ სხვა ადამიანს დაეხმარო რა. ოღონდ დათურ სამსახურს არ გულისხმობ. დახმარებაში მართლა ხელის გაწოდებას გულისხმობ და იმაზე ასევე უზრუნველყოფას, რომ დაეხმარო ისე, რომ ფეხზე დააყენო ეს ადამიანი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, შენი ასეთი ნაბიჯით მე ის ადამიანი სხვას დაეხმარება რა. აი, ალბათ თითო ადამიანმა ასე რომ ერთ ადამიანზე რომ ვიზრუნოთ, ოჯახის წევრებს არ გულისხმობ რა, მხოლოდ რა თქმა უნდა. აი, სხვა ერთ ადამიანზე რომ მე რო ერთ ადამიანს დავეხმარო, შენ რო ერთ ადამიანს დაეხმარო და შენც რო ერთ ადამიანს დაეხმარო, მგონია რომ ასე ძალიან დიდ მასშტაბზე გავალთ რა. მინიმუმ ერთ ადამიანს. ნამდვილად. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანს აქვს იმის საშუალება, რომ მინიმუმ ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ. კი ბატონო. ძალიან კაი იქნება. ძალიან კარგი იქნება. და ყველა ეგრე რო ფიქრობდეს, უფრო კარგი იქნება. ხო, ხშირად გვავიწყდება ხოლმე რა ეს და სულ გჭირდება ხოლმე, რომ ესე რაღაცნაირად ყოველდღიურად თუ არა სისტემატურად მაინც რომ შევახსენოთ ჩვენ საკუთარ თავებს. ეგ ამის ცოდნა არ არის მარტო საკმარისი, რომ ვიღაცამ რაღაცა მოისმინა, შეიძლება ვიღაცა დამეთანხმოს, მაგრამ მარტო დათანხმება არ არის. აი ეს ძალიან რთულია რომ შეასრულო რა. და ხშირად გქონია შემთხვევები, როცა შენ გაქვს მაგის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ აკეთებ. და მთავარი არის რომ მაგ მომენტში მოახერხო და გააკეთო. შემდეგ სტუმარსო დაუტოვოთ კითხვა მაშინ. შემდეგ სტუმარს დაუტოვებდი ასეთ კითხვას რა. რადგან YouTube-ზე ვართ, YouTube-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, შემდეგი სტუმარი, თან ვიცი რომ იშვიათად ყავთ YouTuber-ები. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება რომ დააფიქსოს თავისი აზრი, რას შეცვლიდა, დაამატებდა ან შეცვლიდა ქართულ YouTube-ზე, რომ უფრო მეტად ყურებადი გახდეს. ანუ უფრო მეტად საინტერესო გახდეს რა. ძალიან საინტერესო იქნება, აი უბრალოდ რაღაც ნეიტრალური ადამიანის პოზიციიდან, თუ ეს YouTube-ის წარმომადგენელი არ იქნება, თუ იქნება ესეც საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, თავისი გამოცდილებით, რას შეცვლიდა ან დაამატებდა იმისთვის, რომ YouTube კიდევ უფრო მეტად საინტერესო და ყურებადი გახდეს იმ ხალხისთვის, ვინც არ უყურებს რა. შეიძლება კითხვა. მადლობა. ჩვენს გვაინტერესებს. მოსვლისთვის, გაოცებისთვის. თქვენს მადლობა. კარგი იყო ნამდვილად და გაგიჟებისთვის. წარმატებები. იმედი გვაქვს რომ ჩვენს გაგაგიჟეთ ჩვენი თამაში. წარმატებები და აი მასშტაბურ რასაც გეგმავ, იმედია ჩვენც მალე ვიხილავთ. და მე ჩვენთან შევაფასებთ. სიამოვნებით. მადლობა. თქვენს მადლობა ნახატისთვის თამუნას, ხო? კი. თამუნას კიდევ განსაკუთრებული მადლობა. მადლობა შენ სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის.